იღუმენი ნიკონი, წუხარებები. 1962 წლის 3 თებერვალს წერილი გამოგიგზავნეთ. 4-ში კი შენი წერილი მივიღეთ. ძალიან გვებრალები, მაგრამ კიდევაც გვიხარია. შენზე სრულდება სიტყვა უფლისა, ყოველთავე რომელთა ნებას ღვთისა იმსახურებით ცხოვრებაი, ქრისტე იესოის მიერ იდევნენ. მრავლითა ჭირითა ჯერ არ სჩვენდა შესვლა ის სასუფეველსა ღვთისასა. იგივე სული ეწამების სულსა ამასა ჩვენსა, რამე თუ ვარ ჩვენი ღვთისანი, ხოლო უგეთუ შვილ კვიდრცაი, კვიდრ ღვთისაი თანადა თან კვიდრ ქრისტესა. უგეთუ მისთანა ვიყვნოთ, მისთანაცა ვიდიდნეთ. უგეთუ სოფელი გძულობს თქვენ, უწყოდეთ რამე თუ პირველად მე მომიძულა. უგეთუმცა სოფლისაგანი იყვენით, სოფელიმცა თვისა ხვარობდა. რამე თუ არა სოფლისაგანი ხარ თქვენ, არამედ მე გამოგირჩიენ თქვენ სოფლისაგან. ამისთვის ძულ თქვენ სოფელსა. მოიხსენეთ სიტყვა იგი, რომელი გარქვთ თქვენ, არა არს მონაი უფრო ის უფლისათვისსა. უკეთუ მე მდევნეს, თქვენცა მდევნენ. იყვნენ თქვენ მოძულებულ ყოველთაგან წარმართთა სახელისა ჩემისათვის. ხოლო ებრძალენი თქვენ, თავთა თქვენთა რამე თუ მიქცემდნენ თქვენ შესაკრებელთა და კრებულთა შორის გტანჯვიდნენ თქვენ. აჰა, მე მიგავლინებ თქვენ, ვითარცა ცხვართა შორის მგელთა. იყვენით უკვე იმ მეცნიერ ვითარცა გველნი და უმანკო ვითარცა მტრედნი. ებრძალეთ კაცთაგან, რამე თუ მიქცემდნენ თქვენცა კრებულსა და შორის შესაკრებელთა მათთა, გტანჯვიდნენ თქვენ. რამე თუ მისცეს ძმამან ძმაი სიკვდილთ და მამამან შვილი და აღდგენ შვილნი მამათა დედათა ზედა და მოკვლიდნენ მათ. და იყვნენ თქვენ მოძულებულ ყოველთა სახელისა ჩემისათვის, ხოლო რომელმან დაითვინოს სრულიად, იგი ცხონდეს. ხოლო ესე უწყოდე რამე თუ უკანასკნელთა დღეთა მოიწნინენ ჟამნი ბოროტნი და იყვნენ კაცნი თავისო მოყვარე, ვერცხლის მოყვარე, ლაღ, თავმოთნე, ამპარტავან, გმობარ, მამა დედისა ურჩ, უმადლო უღირს, უყვარულ, უწირავ, მასმენელ, უთმინო, დაუმჭირվել, უზავ, დაუმშვიდებელ, კეთილის მოძულე, შინა გამცემელ, წარმდებ აღზვავებულ, ულის თქმის მოყვარე, უფრო ის ვიდრე ღვთის მოყვარე, აქვთენ სხატი ღვთის მსახურებისაი და ძალსა მისა უარყოფდნენ და ამათგანცა განეშორე. აი ესა ღვთის გამოცხადებული კანონი, რომელიც მილიონობით ქრისტიანმა საკუთარ თავზე გამოსცადა. მოკლედ იგი ასე შეიძლება გადმოცეთ, ვინც თავში ქრისტეს სულს ატარებს, მოძულებული და დევნილი იქნება ამ სულის უქონელთაგან. ვიცი, რომ ყოველივე ეს შენთვის ცნობილი და გასაგებია, მაგრამ კარგი იქნება მეხსიარებაში მისი განახლება. მით უფრო, რომ ჩვენ მივეჩვიეთ წმინდა წერილის სიტყვებისადმი ზერელე დამოკიდებულებას. ნებსი თუ უნებლიეთ, მეტისმეტად ბევრი ლიტონი სიტყვა შემოდის ჩვენში. ეს ჩვენი დროის უბედურებაა. ასეთი სიტყვები ჩვენს გამოსულელებას იწვევენ. ფრაზა, რომელმაც შენ შეგძრა, შესაძლოა მისთვისვე მოულოდნელ აღიარება იყოს ფარული სურვილისა. ნებისმიერ ფასად განთავისუფლდეს შენგან. ღმერთი იყოს მისი მსაჯული. ძალიან გთხოვ, თავი დაანებენ ურავისთან, ახსენებ მას. უფრთხილდი, ნუ მისცემს საბავს, რომ გავნოს რაიმე. ებრძალებოდეთ კაცთაგან, გვეუბნება უფალი, რომელსაც ვებრალებით დაუჯერე. სტიპენდიის თაობაზე მშვიდად უთხარი მათ. ოღონდ ნუ შეეკამათები. ღვთის განგებას მიანდე ყველაფერი. იყვენი თქვენ მეცნიერ,
რაც შეიძლება ნაკლები ილაპარაკე. დუმილი ჯერ არავის არასდროს უნანია, სიტყვებისათვის კი მრავალი წარწყდა. მოითმინ, ძვირფასო, უფალს თავისი გზით მიყავხარ, ამიტომ ნუ კი წუხარ, გიხაროდეს, ოღონდ შენ თვითონ ნუ გადაუყვებ სხვა მხარეს. 1962 წლის 5 თებერვალი.